მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. დღევანდელ გადაცემაში ახალ ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოცემებს წარმოგიდგენთ. მე დავიწყებ ირაკლი წინა გადაცემიდან ირაკლი გააგრძელებს იაპონურ ლიტერატურაზე საუბარს და მე მინდა დავიწყო. მექნება დრო რომ აუცილებლად დაგიტოვებ დროს. მე მინდა წარმოგიდგინოთ პირველი წიგნი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის მოზარდებისთვის დაწერილი წიგნი სიუზან კრეიგ ვაიტოკის ღიმილი. აი ესეთი საინტერესო ყდით. ეს წიგნი ეკუთვნის სერიას, გამომცემლობა ინტელექტის სერიას, რომელსაც ქვია გაკვეთილების შემდეგ საკითხავი. წიგნი ეხება 16 წლის მოზარდის კასანდრას, ანუ შემოკლებით კასის ცხოვრებას. ესეთ რთულ ცხოვრებას და როგორ ახერხებს კასი ამ სირთულეებთან გამკლავებას და მინდა მოგიყვეთ ხა რაში მდგომარეობს ეს სირთულეები. კასი როდესაც 10 წლის იყო, ძალიან მოყვარული, მოსიყვარულე, ძალიან ისეთი კარგი მამა გარდაეცვალა სიმსივნით და აი მას შემდეგ ეს ბავშვი ვერაფრით ვერ ახერხებს ამ დანაკარგთან შეგუებას. და ის ხვდება, რომ მთელი მისი ოჯახი შეეგუა ამ ტრაგედიას და ყველა მაინც ახერხებს ცხოვრების გაგრძელებას და ეს კასის ძალიან აბრაზებს. თანაც კასიმ თავი გადადო ფაქტობრივად ოჯახისთვის, იმიტომ რომ ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ და სცადა რომ თქვათ დახმარებოდა დედას ფინანსურად, უარს ამბობს დამატებით აქტივობებზე, მეგობრებთან გართობაზე და როდესაც სკოლას ამთავრებს, მიდის და მუშაობს სავაჭრო ცენტრში, ერთ-ერთ მაღაზიაში. ასევე თავის უმცროს ძმას, რომელიც იმჟამად უკვე როცა კასი 16-ის არის, ბავშვი 10 წლისაა და ცდილობს რომ თავის უმცროს ძმას მოუაროს და იტოვოს დედის არყოფნაში. დედა მუშაობს ორმაგი დატვირთვით, ანუ დილის ცვლაში და საღამოს ცვლაში. ასე იცის კასიმ, რომ ასე ხდება. და მას ის შემთხვევით კარიერის კონსულტანტს ეუბნება, რომ მას უნდა არქეოლოგობა. აი თითქოს შემთხვევით დასწდება ეს, მაგრამ სინამდვილეში მას ძალიან უნდა არქეოლოგობა, თუმცა ამაში თავს ვერ უტყდება, იმიტომ რომ არ შეუძლია ამ გატაცებას მიხვეს, არ აქვს საშუალება. სწავლის გაგრძელებას აპირებს, მაგრამ მაგალითად დედა ბანაკზე უარს ეუბნება, იმიტომ რომ ძმას ვის დაუტოვებთო, ძიძას ვერ მოვიყვანთო და აი რაღაც ასეთი ყოფითი პრობლემებით არის მისი ცხოვრება აღსავსე და ერთ მშვენიერ დღეს ასე იწყება წიგნი ფაქტობრივად დედა მას ეუბნება, რომ ყავს შეყვარებული და თურმე მეორე წლში კი არ მუშაობდა, არამედ მასთან ურთიერთობას აწყობდა ამ ხნის განმავლობაში და ეს იწვევს კასიში საშინელ ბრაზს და აი ამ ბრაზთან გამკლავებაზე, დედის და შვილის ერთმანეთთან მიბრუნების პროცესზე, გულახდილობის და საერთო ენის გამონახვაზე, მერე შემდგომი მოვლენები, რომლებიც ვითარდება. რა თქმა უნდა, კასის ცხოვრებაში სხვა ტიპის დრამატული მოვლენებიც ხდება, მაგალითად როგორც არის ისეთი ძალადობის მცდელობა, შეურაცხყოფა ბიჭის მხრიდან, მისი დამცირება, რაღაცა ისეთი პრობლემები, რაც ნებისმიერ მოზარდს შეიძლება რომ შეეხოს. და აი ამ ნაწილში ამ წიგნმა ცოტა მომაგონა, თანთხრობის სტილთან ძალიან გავს ლორი ჰოლც ანდერსონის ილაპარაკი, იქ უფრო მძიმე მოვლენები ვითარდება, რა თქმა უნდა, ის იქ ცდილობაზე მეტია. უფრო დრამატული წიგნია, მაგრამ იქაც რომ თავარი გმირი გვიყვება მოზარდი თავისი ენით ამ ამბავს, რომელზეც უჭირს მას ლაპარაკი, აი ამითი გამახსენა ეს წიგნი და ღიმილი ამ წიგნს იმიტომ ქვია და ეს მოწყენილი ეგრეთ წოდებული სმაილი იმიტომ ახატია ყდას, რომ კასისთვის ღიმილი არის თავდაცვის საშუალება. ფარად აქვს მას ეს ღიმილი, რომ არავინ ზედმეტი კითხვა არ დაუსვას. არ ჩაეძიონ პრობლემებში, არ ქექონ მისი გულის ტკივილები და აი ამისთვის ყველა სიტუაციაში ეს იღიმება, თავაზიანად იღიმება დედასთან, იღიმება მეგობრებთან, იღიმება მასწავლებლებთან, მაგრამ სინამდვილეში მის გულში ძალიან ესეთი ბევრი ტკივილი ტრიალებს. საბოლოოდ დრამატულია თუ როგორი ძალიან კარგად თავდება საბოლოოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთთან საერთო ენას და ჩვენ ვისწავლით ამ წიგნიდან როგორი მნიშვნელოვანია გულახდილი ჯანსაღი კონტაქტი ერთმანეთთან, ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების. კასი იპოვის საყრდენებს თავის ცხოვრებაში, ეს საყრდენები მისთვის აღმოჩნდებიან შეყვარებული, მეგობარი, დედა და თქვენ წარმოიდგინეთ დედის ახალი შეყვარებულიც კი, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდება და ძალიან გავს უცნაური მოვლენებიდან ჯოის ბაიერსის. მეორე სეზონში რომ შეყვარებული ყავს, აი იმ კაცს მაგონებს ძალიან გრანტი ამ წიგნის გმირი. არა, მაგრამ დახმარებისთვის მუდმივად მზადმყოფია და ბევრ პრობლემას გადაუჭრის კასის.
ძალიან კარგი, ხო. ყოველთვის საჭიროა რომ მოზარდებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა წარმოვადგინოთ ხოლმე. და მე რასაც წარმოვადგენ ფაქტობრივად ესეც ერთგვარად არის მოზარდებისთვისაც, იმიტომ რომ ჩემში აი თავდავიწყებით შეყვარება გამოიწვია ზუსტად მოზარდულ ასაკში ამ ადამიანმა და მისმა მოთხრობებმა ემოციის გარეშე არ შემიძლია ამ ადამიანზე ვილაპარაკო. ეს არის აი როგორ მოხდა რომ ჩვენ აკუდაგავასზე არაფერი აი ესე განსაკუთრებულად არ გვისაუბრია არასდროს. არ ვიცი. რიუნოსკე აკუდაგავა იაპონელი მწერალი, აი რაღაც იაპონელი მწერალი ეს სიტყვები იმდენად არაფრის მთქმელია, როდესაც აკუდაგავაზე ვსაუბრობთ, რომ ჯობია არაფერი თქვა, ვიდრე ეს რაღაცა ის შაბლონურად იაპონელი მწერალი დაუძახო მას. აკუდაგავა არის მთელი აღმოსავლეთის მე-20 საუკუნის აღმოსავლური, შორეული აღმოსავლეთის ლიტერატურის სახე, ლიტერატურის შემოქმედი, დამწყები, არ ვიცი, აი ყველაფერი საუკეთესო ეპითეტი რაც შეიძლება ერთ მწერალს, რომელიმე საკმაოდ დიდი ტრადიციების მქონე ამ შემთხვევაში რეგიონზე უწოდო, ეს შეიძლება იყოს რიუნოსკე აკუდაგავა. რომელმაც ფაქტობრივად გამოიყვანა ამ შემთხვევაში იაპონური ლიტერატურა მეიძის ეპოქიდან გამოიყვანა და დააყენა თანამედროვე მე-20 საუკუნის მწერლობის რელსებზე. იქიდან იმის მიუხედავად, რომ აკუდაგავაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს დასავლურ ლიტერატურას. მე-19 საუკუნის დასავლური ლიტერატურა იგულისხმება ამ შემთხვევაში, არ ვიცი, მოპასანით დაწყებული, დოსტოევსკით დამთავრებული და რა თქმა უნდა, გოგოლი, ჩეხოვი, ძალიან დიდი გავლენები აქვს მასზე მომხდარი, მაინც აკუდაგავა მე-20 საუკუნის პირმშუა შეიძლება ითქვას, აი მე ვინც ჩამოვთვალე ახლა მწერლები, ისინი სრულად მე-19 საუკუნის არიან, მე-19 საუკუნის ლიტერატურაზე მაქვს საუბარი, მაგრამ იმათ მხრებზე მდგომმა აკუდაგავამ შექმნა მე-20 საუკუნის ახალი ლიტერატურა, ახალი თხრობის სტილი შექმნა, ოღონდ კიდევ უფრო წინ წაიწია შეიძლება ითქვას. მე არ ვამბობ აქ რომ აჯობა ვინმეს, ანუ არ შეიძლება ხო ვისაუბროთ ჩეხოვზე და ვთქვათ რომ ვინმე ჩეხოვს აჯობა პიესის სტილის რაღაც მოთხრობის დაწერაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მე-20 საუკუნეს მოარგო გაცილებით. რატომ საუბრობ ამდენ სხვა მწერლებზე? იმიტომ რომ აი ამ კრებულში, რომელიც მე მინდა წარმოგიდგინოთ, რომელიც გამომცემლობა პალიტრის ძალიან კარგი გამოცემა არის მაგალითად ისეთი მოთხრობები, როგორებიც არის, ვთქვათ, ბაღი, რომელიც ჩეხოვის ალუბლის ბაღზე არის მთლიანად, ალუბლის ბაღიდან აქვს აღებული ჩემი საყვარელი სამი მოთხრობა მინდა დავასახელო, თუნებას მომცემ, ესენია ქრისტიანის სიკვდილი, გიჟდები, მანდარინები და ნანკინელი ქრისტე. ხო, ნანკინელი ქრისტეში ვემთხვევით, რა თქმა უნდა, ჩემთვის მომდევნო არის ცხვირი, რომელიც ძალიან ლაკონურია, მაგრამ აი ვერაფერ ვერ შევიყვარე უსიერთყეში. არა, უსიერთყეში მიყვარს. ძალიან მიყვარს. ხო. იმიტომ რომ უსიერთყეში ილუსტრაცია იმ ამბისა, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს ზოგადად, როგორ იცვლება, როგორ ტრანსფორმირებს ამბავი მთხრობელიდან მთხრობელამდე და როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ამბის თხრობისას იმას, თუ ვინ რა გამოცდილების, რა წარსულის, რა აწმყოს, რა თვისებების მქონე და გნებავთ რა გარეგნობის მქონე ადამიანი ყვება ამ ამბავს და ვერაფერ შევყვარე ცხოვრება იდიოტისა. ხო, ცხოვრება იდიოტისა, მეც გეთანხმები უფრო რაღაც ემოციებზე, ანუ რაღაც ჩემთვის, ანუ არ მინდა რა ვისყუროთ რაღაც შეურაცხყოფა მივაყენო, რაღაც დიდი ლიტერატურა არც მე მგონია, უფრო რაღაც აი ესეთი, ხო, მოკლედ ამას არ ჩაუღრმავდები და გეთანხმები ქრისტიანის სიკვდილი თუნდაც როგორ განეშორა თავი ტანს
უამრავი მოთხრობა, რომელზეც გიждები, მართლა გიждები, მაგრამ აი ცხვირი არის ცხვირიდან ანკინელი ქრისტე ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს. გუგულის ცხვირი უფრო გიყვარს თუ აკუტაგაოს ცხვირი? აი ვერ ვარჩევ შენ წარმოიდგინე, იმიტომ რომ აქ ეს ბუდისტი ბერი იმდენად კარგად გადმოიტანა გოგოლისეულის სიუჟეტი, შენ იცი გოგოლი როგორ მიყვარს გოგოლის ცხვირი და იმდენად კარგად გადმოიტანა ბუდისტ ბერზე გოგოლისეული ცხვირის სიუჟეტი, რომ არ ვიცი, შეიძლება ნაკლებად ნამდვილად არ მიყვარს. აკუტაგავაზე მინდა ვთქვა, აი ასეთი ტიპის ადამიანმა, რომელიც ხო, მოკლედ, სულ 36 წელი იცხოვრა აკუტაგავამ, 1892 წელს დაიბადა და 1927 წელს უკვე გარდაიცვალა, ძალიან პატარა ასაკში, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრის მოსწრება შეეძლო, ძალიან ბევრი მოასწრო, მაგრამ კიდევ უფრო მეტის მოსწრება და გაკეთება შეეძლო, იმიტომ რომ ყოველი ჩანაწერი, რომელიც მან დატოვა, მემკვიდრეობა არის, არ ვიცი, მართლა ფასდაუდებელი. მოკლედ 1892 წელს დაიბადა, დედმამა იყვნენ იმდროინდელი იაპონური საზომებით ძალიან ხნიერები. დედა 30 იყო გადაშორებული, მამა 40 იყო გადაშორებული, იმდროინდელი საზომებით კატასტროფულად ასაკები და ეს ითვლებოდა ცუდ ტონად, ასეთ ამ ასაკში შვილის გაჩენა. და ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობდა მათ ირგვლივ. ხო, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დაიბადა დრაკონის საათს, დრაკონის დღეს, დრაკონის თვეს და დრაკონის წელს. აი ასეთი დამთხევა. და ეს მისი სახელის პირველი ნაწილი რიუ ნიშნავს დრაკონს. ხო, რაღაც დრაკონული აქვს ოღონდ ლიტერატურაში, იმიტომ რომ პიროვნებას ნამდვილად არ ქონდა რაღაც დრაკონული თვისებები, ძალიან არ ვიცი, აი იაპონელი ინტელიგენტი როგორიც შეიძლება და თან მელანქოლიური, ეს მელანქოლიაზე მეტი იყო, იმიტომ რომ თვეების იყო, როდესაც დედამის მოუწია ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაბარგება, რადგან მას სულიერი აშლილობა სტანჯავდა და აკუტაგავა. მინდა გავიხსენო ბოდიში რომ გადყვეტინებ. აკუნინი თავის წიგნში მწერალი და თვითმკვლელობა აკუტაგავას თვითმკვლელობას ხსნის ისე, რომ საერთოდ უგულებელ ყოფს დედის მემკვიდრეობის ფაქტორის არსებობას. ის ამბობს, რომ თითქოს და აკუტაგავას შეიძლება თავი მოეკლა, იმიტომ რომ იაპონური კულტურა რომ არ იყო სათანადოდ აღიარებული მსოფლიოში, ამას განიცდიდა ძალიანო და რატომაც არა. უფრო მოკლედ, არა უფრო ამაზეა და უფრო რომანტიკულია, მაგრამ ხო. კი, მაგასაც ვიტყვი აუცილებლად. ხო, მოკლედ და პატარა აკუტაგავას მოუწია ბიძის სახლში გადასვლა, რომელიც ანუ მისი ოჯახისნაირი უბრალო ოჯახს არ წარმოადგენდა, მან ბიძამის ჰქონდა ძალიან დიდი კავშირები იმ დროინდელ ელიტასთან, მათ შორის ლიტერატურულ ელიტასთან და ბიჭი გაიზარდა ძალიან მისთვის საჭირო გარემოში. კარგი განათლება მიიღო, ძალიან კარგად ისწავლა ინგლისური, შემდგომ ვიცით რომ ის ინგლისურის მასწავლებლათაც მუშაობდა და რაც თავარია ენების კარგად დაუფლება მისცა მას საშუალება რომ გამხდარიყო უკაცრავად შეესწავლა წაეკითხა დიდი დოზით ლიტერატურა. მეიძის ეპოქის იაპონელი მწერლები საერთოდ არ მიყვებოდნენ იმ დროს უკვე ევროპაში და ამერიკაში უკვე ძალიან დიდი ლიტერატურული ძვრები იყო, რაღაც საერთოდ ახალი ლიტერატურა შეიქმნა და მეიძის ეპოქა ამ შემთხვევაში სხვა გზით მიდიოდა. და იმან რომ აკუტაგავამ კარგად დაამუშავა დასავლური ლიტერატურა, შემდგომ საშუალება მისცა რომ მას რაღაც ახალი შეექმნა იაპონიისთვის. ხო, მოკლედ აი დიდად აღარ ჩაუღრმავდები ამ დეტალებს, მაგრამ რაც შეეხება თვითმკვლელობას 36 წლის ასაკში აკუტაგავას თვითმკვლელობას, რატომ მომწონს აკუტაგავას ვერსია გეტყვი, იმიტომ რომ აკუნინის ვერსია გეტყვი, იმიტომ რომ ჯერ ერთი აკუნინი ძალიან კარგად იცის აღმოსავლეთი, იაპონიაც კარგად იცის და მართალია ის
ამხატრულებს ამ შემთხვევაში მხატვრული ლიტერატურის სპეციალისტის, ანუ მწერლის როლს ირგებს, როდესაც ამბობს, რომ აკუტაგავა რაღაც მოიკლა ესეთი დიდი ამბის გამო თავი, იმიტომ რომ ის რომ აკუტაგავა აი ასეთ დიდ პიროვნებას, დიდ ფიგურას მივაწეროთ რაღაც გენეტიკური დაავადების გამო თვითმკვლელობა არის რაღაც ზედმეტად ალბათ დამცირებას მოერიდა ვიღაცების თვალში აკუნინი, იმიტომ რომ აკუტაგავა გაცილებით მეტია ვიდრე თუნდაც სულიერი აშლილობა. ამიტომ მომწონს და მირჩევნია რომ აკუტაგავას მოეკლა თავი თვითმკვლელობა ჩაედინა, ხო, მაგას ვამბობ. მკითხველს როგორც იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით აკუტაგავას სიკვდილიდან დაახლოებით 15 წელში მისი ქვეყანა იქცა აგრესორად, რომელმაც შემდგომ დიდი, მოკლედ, ერთგვარად იწინასწარმეტყველა მისი ქვეყნის ბედი თავისივე თვითმკვლელობით, იმიტომ რომ შემდგომ მისი ქვეყანა რაღაც საერთოდ სხვა რელსებზე გადაერთო, რასაც მოჰყვა ოკუპაციის წლები, ძალით შეტანილი დასავლური კულტურა და რაღაც ერთ-ერთ თავგანწირვად შეგვიძლია მივიღოთ აკუტაგავას სიკვდილი იმაში, რომ შემდგომი 50-იანი წლების იაპონია იქცა იმ სუპერ სახელმწიფოდ. რაღაც ერთი ქვა მანაც დადო შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ მართლა უდიდესი მოვლენა აკუტაგავა მსოფლიო ლიტერატურისთვის და რასიომონზეც უნდა ვთქვათ, ალბათ მისი ხო შენ ვიცი ძალიან რაღაც სხვა ბმები გაქვს ამ ნაწარმოებთან, მისი მოთხრობის მიხედვით გადაღებული რასიომონის კარიბჭე, რომელიც აკირა კუროსავას. ხო. აკირა კუროსავას ოფიციალურად რუსულ წყაროებში მუდმივად ყველგან წერია და ეს მართლაც ასია, რომ ეს საბჭოთა და იაპონური თანამშრომლობის პირმშოა ეს ფილმი, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კინოფირად ითვლება, მოკლედ ფილმად ითვლება და ესეც და არა მარტო ეს, იმიტომ რომ აკუტაგავას მიხედვით სოფლიო სცენებზე და კინემატოგრაფში გაჯერებულია აკუტაგავას მოთხრობების მიხედვით. ხო, აკუტაგავაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ის არ არის რომანისტი მწერალი, ის არის ნოველების და მოთხრობების მწერალი, მაგრამ აი არცი მეგონა რომ აკუტაგავაზე შემეძლო აი საათობით დაუჩერებ ლაპარაკი, მაგრამ მგონი ძალიან დიდხანს ლაპარაკობ უკვე კი. იმიტომ რომ იმდენად დიდი ემოციური გმა მაქვს, რომ მოკლედ ყველა რაღაც დეტალებს არ მინდა ისე ჩაუღრმავდე, რომ შემდგომ დრო არ მეყოს და რაღაცაში გავწყვიტოთ ხრობა. მოკლედ ყველას გირჩევთ, რომ ეს კრებული ძალიან კარგი კრებულია, ქართულ ენაზე უფრო დიდი კრებულებიც არსებობს, უბრალოდ ძველი კრებულებია ისინი, ხშირ შემთხვევაში სავარაუდოდ რუსული ენიდან თარგმნილი, ამ შემთხვევაში არის ძველი თარგმანები გამოყენებული, ახლებიც არის, აი ანდუ ყაფარჭეიშვილი არის მისი ცნობილი მთარგმნელი და მოკლედ ძალიან კარგი კრებულია, კარგი თარგმანიც, ხარისხიანი წიგნია და გირჩევთ, რომ აუცილებლად, ვისაც არ გაქვთ ჯერ კიდევ წაკითხული, დაეწაფოთ ამ გენიალურ წერალს. მოდი, მაშინ უცებ არ ვაპირებდი, აღარ ვაპირებდი, მაგრამ იაპონიას კარგად მიება, იმიტომ რომ დაიანა უინ-ჯონსის ჰაულის მოსიარულე კოშკი. კიდევ ერთი ჯიბლის, ზოგი ღიბლისაც ეძახის, არ ვიცი, მოკლედ ჰაიაო მიაძაკის მიერ გადაღებული ლეგენდარული, ჩემთვის უსაყვარლესი ანიმე, ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი ჰაულის მოსიარულე ციხე კოშკი და მე არ ვიცოდი თუ ეს წიგნის მიხედვით იყო გადაღებული. და თანაც ეს წიგნი დაწერა ბრიტანელმა მასწავლებლების ოჯახში დაბადებულმა მწერალმა, რომელმაც 60-იანი წლების შუაში დაიწყო ამ წიგნის წერა, როგორც თვითონ თქვა, საღი აზრის შესანარჩუნებლად. ანუ რომ არ გაგიჟებულიყო იმისგან, რაც მსოფლიოში ხდებოდა. ეს წიგნი აღმოჩნდა, ეჭვიც არ შემპარვია, როდესაც გავიგე, რომ ეს წიგნი გამოიცემოდა, რომ სრულიად ჯადოსნური იქნებოდა, მაგრამ აი უკვე ჩემი გული ორად არის გაყოფილი. ვერ გამიკეთები არჩევანი იმ ჩემს უსაყვარლეს ანიმესა და ამ წიგნს შორის. ეს არის აბსოლუტურად ჯადოსნური ამბავი, სოფის ამბავი, რომელიც ხო ისევე ვითარდება მოვლენები, ხა გემახსოვრება თქვენ, მაგრამ წიგნში კიდევ გაცილებით მეტი ხდება. იქ თითქოს რაღაცები კარგად არ არის ახსნილი, თითქოს რაღაცები გაუგებარი რჩება მაინც და ეს წიგნი აი ავსებს ბოლომდე იმ ანიმეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უამრავ თქვენგანს ძალიან უყვარს.
მოკლედ ამ ჯადოსნურ სამეფოში სოფია ისევ ქუდების მაღაზიაში მუშაობს, მას ისევ მოხუცქალად გადააქცევს, როგორც ვიცით რა ეს ალქაჯი და ამის შემდეგ ყველაფერი ისარდება. არ ვიცით ყველამდე შეიძლება გითხრა, ხო? მოკლედ ეს წიგნი სავსეა ჯადოებით, ჰაულით, კალციფერით, მოხეტიალე ციხე-კოშკით, რომელიც ჯერ მთაზე გამოჩნდება, მაგრამ შემდეგ ხანსადარის და მოსახლეობას ძალიან აბნევს. ბოროტი ალქაჯით, რომელიც ამ შვენიერ სოფის მოაჯადოვებს და მოხუცქალად გადააქცევს. თავად სოფით საოცრად მამაცი, ძალიან კარგი გოგოთი, რომელიც წერლის მსგავსად სამშვილიან ოჯახში არის დაბადებული და რაღაცა ძალიან ისეთ მოყვარულ და ზრუნվել დად ყალიბდება და რა ვიცი, ეს სიკეთით, სიყვარულით და ჯადოსნობით სავსე წიგნია, რომელიც მინდა რომ წაიკითხოს ყველა უფროსმა და შემდგომ წააკითხოთ თქვენ შვილებს, თქვენს ბავშვ შვილებს, თქვენს მოზარდ შვილებს და საერთოდ ხმამაღლა უკითხოთ და ერთად იცინოთ და ერთად იტიროთ ამ ჯადოქრობებით სავსე წიგნზე. და ანიმესაც უყურეთ არ დაგავიწყდით. ისე მოვახერხეთ, რომ დღევანდელ გადაცემაში მიაძაკისაც გადავწვდით, კუროსავასაც გადავწვდით, ყველა დიდი იაპონელი, ვინც არსებულა მე-20 საუკუნეში, ყველას მიუწვდით ცოტათი მაინც. ქეთევან ყანჩაშვილია ამ წიგნის მთარგმნელი. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ქეთევან და ჰარი პოტერის ტომებიც აქვს. არა, იმიტომ რომ ადრე მისაუბრია ქეთისთან ამ თემაზე, კონკრეტულ წიგნზე მეუბნება. ამ მთარგმნელის თამარ სუბელიანია, ასევე ისეთი პროფესიონალი მთარგმნელი. კი, კარგი მთარგმნელი ძალიან. დავემშვიდობოთ მაყურებელს, მე მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ამ გადაცემაში და რუბრიკის დრო აღარ გრჩება. თქვენ ასე რომ თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.